ძველის და ახალი აგრარული უნივერსიტეტის. მხოლოდ ფიზიკური დაკვირვებით დავინახავთ ყველანი თქვენს ყველა ჟურნალისტს გეპატიჟებით აგრარულ უნივერსიტეტში, განახებთ ძველი უნივერსიტეტის სურათებს, განახებთ რა სწავლა იყო, წიგნებს განახებთ. შემდგომში უკვე განახებთ ახალ წიგნებს, ახალ ლექტორებს, ახალ აუდიტორიებს და თქვენი თვითონ შეაფასეთ, არის თუ არა პოლიტიკური პროცესი. ხაზი ისევ და ისევ მინდა გაუსვა. არ არის პოლიტიკური აქცია ეს არის მხოლოდ თავისუფალი სწავლის მოთხოვნა. და მედია და დამიკავშირდეთ თქვენ ვინ თქვენთაგანს დაუკავშირდეთ რომ დავაკავშირო აკრედიტაციის სამსახური რომელიც უშუალოდ თქვენთან ერთად ოღონდ თქვენთან ერთად იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესზე რო იყავთ პასუხისმგებლობას ერთ მხარეს მეორე მხარესაც თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენთან ერთად აი ამ შეცდომებს გაასწორებს დღესვე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს დაუკავშირდება ხარისხის მართვის სამსახურის ექსპერტები დაუკავშირდებიან და მათ დაეხმარებიან რომ ის შესაბამისობები ის შეუსაბამობები რაც არის კანონთან მიმართებაში და რაც გახდა ძირითადი საფუძველი აი ამ პროცესის ეს იქნას აღმოფხვრა. რაც ხვდები მე სტუდენტები ოპტიმისტურად უყურებენ იმას რომ ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში ამის ჩასწორება მეც მგონია რომ ძალიან ხალხმოკლე შეიძლება იყოს ეს პროცესი და ჩვენ შევთანხმდით რომ ექსპერტი დაეხმარება აი ამ პუნქტების გასწორებაში. გვინდა ავტორიზაცია! ჩვენ მივახტევთ ამ შედეგს და ჩვენ მივიღებთ მას! მთელი ბრძოლა გვაქვს წინ მეგობრებო და ჩვენ ვიბრძოლებთ!